დღეს გადაცემა ექიმებში. ნიკა გრიგოლიას სახალისო თამაში ჩაერთო. რა სარგებლობა მოაქვს ლეონს? ეხლა ძოლები ფრებს მიუტანენ ლეონს. მიიღდი. ექიმების ექსკურსია ვარძიაში. ციფრული ჰეროინი საფრთხე ბავშვებისთვის. ელექტრონულ მოწყობილობებს ჰეროინის მსგავსი გავლენაა. როგორ მოვაშოროთ ბავშვები ეკრანს? თუ არ იცით როგორ მოაშოროთ თქვენი შვილები ეკრანებს, გვიყურეთ ბოლომდე. რა არის ფარისებრი ჯირკვალი? ფარისებრი ჯირკვალი თქვენი სხეულის ელემენტია. დაავადება, რომელმაც თამრიკო ჭოხონელიძის ცხოვრება შეცვალა. ნახევარში და 19. აი ეს იყო რაღაც კატასტროფა. გადაცემა იქნება და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. ყველას გაგვიგია გამოთქმა შენ ხარ ის, რასაც ჭამ. დღეს დარწმუნდებით, რომ ეს მართლა ასეა. მოკლედ, ყველამ ვიცით, რომ სხვადასხვა კონკრეტული საკვები პროდუქტები ჩვენს სხვადასხვა კონკრეტულ ორგანოს უხდება. მაგალითად, გაგვიგია, რომ თევზი კარგია მხედველობისთვის, რძე უხდება ძვლებს და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი საკვები პროდუქტი, რომლებიც სასარგებლოა ამა თუ იმ ორგანოსთვის, თუ კარგად დააკვირდებით, გარეგნულადაც წააგავს ამ ორგანოებს. ჩვენ თამაში ძალიან გვიყვარს, ასე რომ მოდით ყველამ ერთად ვითამაშოთ, გავერთოთ და გამოვიცნოთ თუ რა პროდუქტი რისთვისაა კარგი და რომელ ორგანოს წააგავს. ეს ყველაფერი უფრო საინტერესო და აზარტული რომ გახდეს, მოდი სტუმარი მოვიწვიოთ ამ დავალების შესასრულებლად და ვნახოთ რამდენს გამოიცნობს და რამდენს ვერა. მიესალმეთ, ექიმების სტუმარია, ტელეწამყვანი ნიკა გრიგოლია. სად მოხდი გამოსაცნობი. ხედა, ბახმაროს წყალს შემოგთავაზებ. წყალი გაქვთ და გაგამხნევებ. მითხეს რომ ხილი და ბოსტნეული ექნებათო, მაგრამ მე ველოდი როგორც ყოველთვის სავსე რო გაქვთ, ხო იცით, აი კალათებით რო დაუშვებთ. არ იცი რა დროა ახლა. ყველა ეს საკვები, რასაც მაგიდაზე ხედავ, ძალიან სასარგებლოა ადამიანის კონკრეტული ორგანოსთვის. თან თითოეული მათგანი გავს კიდევაც ამ კონკრეტულ ორგანოს. შენ უნდა გამოიცნო რომელი პროდუქტი რას გავს. ამ თამაშს ჩვენ დავარქვით საკვების ანატომია. როგორ ფიქრობ, საკვების ანატომიაში გაერკვევი? მე ვფიქრობ, ბოლოს როდის ვნახე ჩემი ორგანოები, რომ კარგად მახსოვდეს რა. ღვიძლი არ მინახავს ამ ზაფხულს ვნახე ბოლოს. ანუ აგვისტოს დასაწყისში. ანუ არ დაგილევია შენ ამ ზაფხულს? თირკმელები მაყავს ნანახი კიდე გაზაფხული და რამდენიმე ორგანოა, რომელიც არ მინახავს, რამდენიმე თვე არ ვარ მოგატყუოთ. მაგრამ არ შეცვლილან ალბათ ისევ ისეთები არიან. ისევ ისეთები არიან დამერწმუნე. პირობები გასაგებია? მოკლედ, ეს არის ჩვეულებრივი პორტოხალი, როგორც ხედავ. და ეს ის პირველი პროდუქტია, რომელიც უნდა გამოიცნო შენ რომელ ორგანოს გავს. ეხლა პორტოხალი ესე გამოიყურება, ხო? და მე მგონი არც ერთ ორგანოს არ გავს, მაგრამ აი გაჭრილ მდგომარეობაში შენი აზრით რას გავს? ცოტა მიგანიშნო? ნიკა, აი ნიკა. აი ესე. არა, იცით, ესე თუ დავიჭერთ უკვე რა თქმა უნდა. ამოატრიალეთ ექიმო. ესე ხდები ვის რასაც გავს? ეხლა მკერდს, ქალის მკერდს. პირიქით აი ესე რას გავს? ესე რას გავს? აჰა, ზუსტად იგივეს, რასაც თქვენ ამბობდით. ფაქტობრივად ანუ ისევ ნიკუშა ძუძს გავამხნევოთ გავს, მე აპლოდისმენტები და ეს პორტოხალი მართლა გავს ძუძს. მართლა, რა კარგია. ვერ გავხსნი, უბრალოდ პორტოხალის ხელში ძუძის ვერ. ითვლება, რომ პორტოხალი აგებულებით საკმაოდ გავს ძუძუს. პორტოხლის აი ეს რბილობები თითქოს განასახიერებენ წილაკებს, რომლებიც ძუძუს ანატომიაში გვხვდება. პორტოხლის სარგებლობაზე უკვე ბევრი რამ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ მაშინ დიდი რაოდენობით არის C ვიტამინი, როგორც ვიცით, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც სიმსივნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია და კვლევები აჩვენებს, რომ ხალები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ციტრუსებს, 10%-ით ნაკლებად ემუქრებათ ძუძუს კიბოს განვითარების საფრთხე. ასე რომ თამამად მიირთვით პორტოხალი, მანდარინი და ყველა სხვა ციტრუსი. უხვად არის სხვათა შორის საქართველოში. ისაც ალერგია ნიკა, არის. შენ შეგიძლია სხვა შორის ეს მარტო ძუძუსთვის არ არის კარგი. არა, ყოველთვის ვაკეთებ ასე ჭამ პორტოხალს. ძალიან კარგი. კი, მიყვარს. მაგრამ კერდი მაინც არ მეზრდება. გავაგზავნოთ? გავაგზავნოთ. ყურძენი. რას ფიქრობ? რას შეიძლება ახლა ეს გავდეს ნახე რა ლამაზია. გემრიელი რა. ეხლა მე არ ვიცი და რაღაც ჩემს სხეულში არის ესეთი. ესეთი ორი ცალი თან, აი მინიშნება არის ესეთი. მაითან, მაშინ ან ფილტვები ორი ცალი, ან არ ღვიძლები თორე გვაქვს? ერთი ცალია. ხო. გავს წეველის ფილტვებს. ფილტუს მივამს გავს. ფოტო ეკრანზე და კიდევ ერთი აპლოდისმენტები ნიკოლოს. ვაუ!
ეს ყურძენი ნამდვილად გავს ფილტს და სასარგებლოა სწორად ფილტვებისთვის. და გარდა იმისა, რომ ფილტს გავს, ყურძენი მდიდარია რეზვერატრონით, ეს კიდევ ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი გახლავთ, რომელიც შედის ყურძნის შემადგენლობაში და ამის გარდა ყურძენი კიდევ არაჩვეულებრივი ამოსახველებელი საშუალებაა ნახველის დაგროვების დროს. ნუ გემრიელი რომ ამაზე შევფარდეთ. ასე რომ მისი მირთმევა გრიპის დროსაც კი რეკომენდებულია. აქ რას ხედავ? გარდა ავოკადოსი. ეგ შეიძლება ალბათ მივამსგავს 4 ღვიძლს. შეიძლება. შემდეგი ვერსია რა შეიძლება იყოს? შემოქმედი. ნაღლის ბუშტს გავს, რომელშიც უზარმაზარი კენჭი კი არა, ლოდი აქვს ვიღაცას ჩადებული. მისაღებია ეს ვერსიაც, იმიტომ რომ მართლაც წააგავს მაგას. მოდი დედრობით სქესისკენ გადაიხარი უფრო და აი შეიძლება მოგეხმაროს. საშვილოსნოს გავს? ო, მართლა? რამდენი ხანია საშვილოსნო მინახავს აი ამ ფორმაში. საკუთარს ნავდათერმა. აიმე, იმიტომაც აი ხო გითხარით რა. ანუ აგარედან საშვილოსნო შიგნიდან და ღრუში მოთავსებული ნაყოფი. როგორც ხედავ, სრულიად ცხადად ჩანს პატარა ემბრიონი საშვილოსნოში, რასაც ავოკადო აი ესე პირობითად მართლაც გავთ. ავოკადო ძალიან სასარგებლოა, მე მგონი ნინო. შესანიშნავი წამალია ორსული ქალებისთვის. და რაც თავი ავოკადო შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რაც ითვლება, რომ მშობიარობის შემდეგ ქალს ზედმეტი წონის დაკლებაშიც კი დაეხმარება. ავოკადოს გაყიდვების მოიმატებს. ასე რომ ეს ხილიც უნდა გახდეს პოპულარული. სხვადასხვა საბოლოო დროს ავოკადო საქართველოში მეტად და მეტად პოპულარული ხდება, ნაკლებად იყო ადრე და ეხლა სალათებში შედის და საკმაოდ ხალხმაც ისწავლა რა არის ავოკადო. ასე რომ ორსულობის დროსაც კარგია, შემდგომ პერიოდშიც კარგია და ზოგადად კარგია და გემრიელია. მესამე მცდელობიდან, მაგრამ გამოიცა. ძალიან კარგი. რაღაცებს ხედავ, მაგრამ აი თან ვფიქრობ, თან ვერ ვამძრავს. აბა შემდეგი რა გვაქვს აი სტაფილო. სტაფილო ამ მდგომარეობაში მაინც და მაინც? ხო, აბა იმას ყველა გამოიცნობდა. ხო, ანუ შეიძლება ავიღო. კი, აბა კარგად შეხედე. ეცით რა არის, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ თვალს გავს, ანუ თვალის გუგა, გარსი, აი გეგონება რომ თვალი რა, ბროლი. შესანიშნავი პასუხია. ეკრანზე. კი, გავს თვალს. გაჭრილი სტაფილოს გული ხო მართლა წააგავს თვალის გუგას, ძალიან მდიდარი ა ვიტამინით, რომელიც აუცილებელია მხედველობისთვის. ძალიან კარგი. ბევრ შევჭამ ყოველთვის. მიყვარს სტაფილო. ყოველთვის მიყვარდა. შემდეგი ძალიან მარტივია და ეგრევე უნდა გამოიცნო, მე მგონი არ დაგჭირდება შენ მაგისთვის დიდი დაფიქრება და დაკვირვა. ლობიო რას გავს? ჩემი აზრით, ორცა ლობიოს ესე თუ დავიჭერთ, ბევრი ფილოსოფიის გარეშე, მე მგონი თირკმელებს უნდა გავდეს რა. შესანიშნავი პასუხი. კიდევ ერთი აპლოდისმენტები ნიკა გრიგოლიას და ნახე როგორ გავს სამ თირკმელს. ლობიო შეიცავს მინერალებს და ვიტამინებს, რომელიც ძალიან უხდება თირკმელს. განსაკუთრებულია მათთვის, ვისაც თირკმელში კენჭების არსებობისკენ აქვს მიდრეკილება. ოღონდ რასაკვირველია სასარგებლოა მაშინ, როდესაც მივირთმევთ ზომიერად. თორემ მე შემაწუხებელია გარეთ შემოყოფებისთვის. რა თქმა უნდა. იყოს ის ხო. ზოსაც გააჩნია. კი. შემდეგი დავალებაც საკმაოდ მარტივია. მოკლედ ადვილები წავიდა ერთი მეორეზე, მიყოლებით. აბა რას ამსგავსებ? აი ამას. ამაზეც ბევრი ფილოსოფია. საერთოდ ღმერთების საჭმელი ყველასთვის კარგად ცნობილია ეგვიპტეში, როგორ უყვარდათ ნიგოზი და მე მგონი აი ძალიან მაგრად ისე როგორც თირკმელებს გავს ჩემი შეხედულებით ლობიო, ისე გავს ტვინს. მართალია. ტვინის ორი ნახევარი ანალოგია სრული. ძალიან. ტვიანი ადამიანის ტვინს გავს, ბუნებრივია, რომელსაც ნაჭუჭები აქვს. ნაოჭები. ეს პროდუქტი ზოგადად ნამდვილად ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით ტვინისათვის. 2012 წელს ერთმა სამეცნიერო ჟურნალმა ალცჰაიმერის დაავადების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც ნიგოზი ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას და მეხსიერების გაუმჯობესებას. აბა რას ფიქრობ აი ამაზე? აი მაგას უყურებ შემოსვლის წამიდან რა. მიყვარს ძალიან სოკო. შეიძლება ავიღო? რა თქმა უნდა. უნდა დამეხმაროთ, მიჭირს. ან ვერსია, ან შევხედოთ პირდაპირ ეკრანს და დავნებდეთ. მიდით და მაინტერესებს. ამ ქულავს თმობ. შებრუნდი? აი ვის. ვაიმე, რასა. იყო შენს. არა, ვერაფერს ვერ მოვიფიქრდი, მაგრამ ყურის მიზა რა. მე იცი რა გავაკეთე შინაგან ორგანოებში წავედი ძალიან, აი უკვე დავიწყე ძრომიალი, დავძვრებოდი და ნუ ამიტომ ყური გამორჩა. სიღრმეებმა გაგიტაცა და სოკო, ანუ სმენისთვის არის კარგი თუ არა, უსო ყურზე მიიდებ და გაგიგა. D ვიტამინით ყოფილა ძალიან მდიდარი სოკო. D ვიტამინი აუცილებელი სმენისთვის. თან დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ ეს კარგი სმენა, ასე რომ სოკოს მირთმევა ძალიან კარგი. ასე რომ სოკო უნდა მივირთოთ ხოლმე ბევრი და გემრიალა. ნიშნულობა არ აქვს ჯიშს? არა, მივოდექით ძალიან საკვანძო საკითხს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხილი. მე ხამ დროს უნდა მესმოდეს აი ეს მნიშვნელოვანი მუსიკა, კულმინაციის ბოლოს. იმიტომ რომ უმნიშვნელოვანეს გამოცემაზე ვართ ეხლა ჩვენ მისული და აი რას გავს ეხლა ეს.
ამასაც მიმამსგავსებდი რას იცი ნაღველს მაგალითად. ეს არის შეგიძლია მეორეც რომ ბათხოვო? ერთი წუთით. ეს არის შეიძლება ერთიც მიმამსგავსოთ, მაგრამ ერთი ალბათ ძალიან იშვიათი შემთხვევაა ხოლმე და სტანდარტულად როგორც წესი ორი. მაგალოგიკით თუ მივყვებით ამდენი ყური გვაქვს ნიკა? არა. ნუ მამაკაცესაც ესლე ჯირყვალს გავს ჩემი აზრით რა. აი ორ ცალს ასაკსაც გააჩნია. შიგნიდანაც ესეა საჭირო. შიგნიდან დააბრუნებულია ესე ასაკდები არ არის ნამდვილად და ნაზად მოიყარით ძალიან გთხოვთ. ხოლო რაც თავარია ეს ხილი ძალიან სასარგებლოა. სათესლე ჯირკვლების სწორი ფუნქციონირებისათვის ლევი მდიდარია მაგნიუმით და ხელს უწყობს სპერმის წარმოებას. ის ასევე რეკომენდებულია სათესლე ჯირკვლების სიმსივნის დროს. და ცნობილი აფროდიზიაკია. ო, და ცნობილი აფროდიზიაკია. მოკლედ ნიკა, საკვებზე რამდენიმე გაიგე, ხო ხედავ? ეხლა სამი ლევს რო შეჭამ რაზე იყო. ძალიან ბევრი რაღაც გაიგე. ხო, აი ლევზე რას მეჩოდი. ეხლა ცოლები ფრებს მიუტანენ ლევი მიირდი. ცივილები ინებენ. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ჩვენთან სტუმრობისთვის. შენს გაგვამხიარულე და ჩვენს მე მგონი არ დავაკელით და გადაცემის ლევს მე მივირთმე თუ შეიძლება. მე ნიკოს შევწევ. ცოტა ხანში ექიმების ექსკურსია ვარძიაში. წარმოიდგინეთ, რომ წინ გრძელი დასვენების დღე გაქვთ. არანაირი საქმე არ გაწუხებთ, გასაკეთებელი არაფერი გაქვთ და მთელი დღე თქვენს განკარგულებაშია. როგორ მოიქცევით ასე დროს? სავარაუდოდ რბილად მოკალათდებით თქვენ საყვარელ სავარძელში, ხელებს კეფაზე შემოიწყობთ, სკამზე გადაწვევით, ჩართავთ ტელევიზორს და თქვენ საყვარელ გადაცემებს ან ფილმებს უყურებთ დილიდან საღამომდე. ან ამავე პოზაში კომპიუტერის წინ მოთავსდებით და თქვენი საყვარელი სერიალების ყურებით გაერთობთ თავს. ჯერ ერთ ეპიზოდს ნახავთ, შემდეგ მეორეს, მესამეს და ასე დაუსრულებლივ. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, დროისა და თავის კონტროლით ჩვენ უფროსებს არაჩვეულებრივად შეგვიძლია და როცა საჭიროდ ჩავთვით, მაშინვე შევწყვეტ ამ საქმიანობას და დავკავდებით სხვა საქმით. მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ამ საქციელს თქვენი პატარა შვილებიც ხედავენ და იმეორებენ. სამწუხაროდ მათ დროის კონტროლი არ შეუძლიათ. ყოველივე ამას კი მივყავართ მდგომარეობამდე, როდესაც ბავშვები მართლაც მიჯაჭვულები ხდებიან ტელევიზორებზე, კომპიუტერებზე, ტელეფონებსა და აიპადებზე. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ელექტრონული ციფრული მოწყობილობები ჩვენი შვილების ტვინებზე ისეთსავე გავლენას ახდენენ, როგორც ნარკოტიკი. ბავშვები ასეთ მოწყობილობებზე დამოკიდებულები ხდებიან და მათში აგრესიას იწვევს, როდესაც ტელეფონის ან აიპადის გამორთმევას დაუპირებ. არსებობს ასეთი ტერმინი ციფრული ჰეროინი, გაგიგიათ? და ახლა ვეაგიხსნით თუ რას ნიშნავს ეს. ყველას გვინახავს ბავშვი, რომელიც გაუნძრევლად ძის, მიშტარებულია ესე ვთქვათ, ტაბლეტის ეკრანს და ასე გამოიყურება, თითქოს გაბრუებულია სრულიად რაიმე ნარკოტიკული საშუალებით. რაც უნდა ეძახო ყურადღებას არ გაქცევს, მოწყვეტილია გარე სამყაროს და ჩაფლულია მთლიანად იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებს. იმ ბავშვებზე, რომელიც ახლა ნინომ აღწერა, ელექტრონულ მოწყობილობებს ჰეროინის მსგავსი გავლენა აქვთ. გავლენა განსაკუთრებით დიდია ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც შუბლთან მდებარეობს და ჩვენს იმპულსებს აკონტროლებს. ზუსტად ამ გავლენის ბრალია, რომ თქვენი შვილები საათობით უსხედან ლეპტოპებს და აიპადებს და ერთი ვიდეოდან გადადიან მეორეზე, ერთი მულტფილმის დამთავრების შემდეგ გრთავენ მეორეს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ისე მოდით ვაღიაროთ, რომ ხშირად ეს ყველაფერი მშობლების ბრალია რა. მე პირადად ბევრჯერ მინახავს, როდესაც რაიმე თავშეყრის ადგილას, რესტორანში ან კაფეში, მშობლები გაგებაძლევენ ბავშვს აიპედს, რომ ბავშვი წყნარად იყოს, გაერთოს და თვითონ მშვიდად შეუძლიათ ისაუბრონ ან რაიმე საქმით დაკავდნენ. ვაღიაროთ, რომ ბავშვებსა და ეკრანების დამოკიდებულება ძალიან პრობლემურია. თუ ეს საკითხი თქვენს გაწუხებთ და არ იცით როგორ მოაშოროთ თქვენი შვილები ეკრანებს, გვიყურეთ ბოლომდე. დღეს ექიმებში ძალიან სასარგებლო რჩევებს მოისმენთ. ამ რჩევებს კი ჩვენი სტუმარი მოგცემთ. მიესალმეთ ფსიქოლოგი ნინუ კიკნაველიძე. ძალიან პრობლემურია ეს თემატიკა სოფლიოში, ისე როგორც ჩვენთან. რატომ ხდებიან ბავშვები ასეთი დამოკიდებულები ამ ელექტრონულ მოწყობილობებზე? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ თვითონ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ინფორმაციის და კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება. მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება, რომელიც უკვე არის საფრთხის შემცველი, ანუ რასაც მიჯაჭვულობაზე ვსაუბრობთ, ეს გამომდინარეობს იმ უკავშირისგან, რომელიც შეიძლება ჩვენ მივცეთ ამ შემთხვევაში პატარებს. ნებისმიერი სიახლეს, რომელსაც ვაწვდით ბავშვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში მივდივართ
მივცეთ და განვმარტოთ მისი მნიშვნელობა, მისი აუცილებლობა და მისი გამოყენების, ესე ვთქვათ, სტილი მის ყოველდღიურობაში. თუ ამ ყველაფერს ჩვენ დავიცავთ, გავითვალისწინებთ და რეალურად განვმტკიცებთ, ამის საფრთხე ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ძალიან ნაკლები იქნება. ბავშვებში დამოკიდებულების განვითარებას ხელს უწყობს ის, რომ თუ ყურებს გაუჩერებლად, გაუთავებლად, აი მართლა თუ არ ჩაერია, შეიძლება ვიდრე დენის წყაროზე მუშაობს თუ არ მუშაობს, იქამდე უყუროს ბავშვმა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, როდესაც რაღაცას ვართმევთ, რა შევთავაზოთ. ეს ერთი და მიდგომის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ მიუთითოთ ის კი არა რა არ უნდა გააკეთოს, უნდა მიუთითოთ ის რა უნდა გააკეთოს, ხო? ან მარტივად თუ ბავშვეუბნებით არ იხმაუროს, სასურველია უთხრა, რომ იყავი მშვიდად. თუ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს იმის მოთხოვნილება, რომ შეამციროს მან ეს დამოკიდებულება ამ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, აუცილებელია მე მას შევთავაზო ალტერნატივა. და პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მე ვიყო მოდელი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ძალიან რთულია, როდესაც უფროსები გრძალავენ იმას, რის მონაწილეც თავად არიან. სამნიშნელოვანია, რომ ვიყოთ ყურადღებით, მოусმინოთ მათ, დავაკვირდეთ მათ და ვიყოთ ბევრად შემოქმედებითები იმაში, რაც შეიძლება მათ შევთავაზოთ. მე მგონი მაინც მთავარი მიზეზი რატომ ხდებიან ბავშვები ამ ციფრულ მოწყობილობებზე დამოკიდებულები ის არის რომ ჩვენ მშობლებს არ გვაქვს სამწუხაროდ არ გვაქვს სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მათთან თამაშის დიდი დრო შეიძლება საერთოდ არ გვაქვს დრო როცა ვერ ახერხებენ ბავშვები მშობლებთან საკმარისი დროის გატარებას სხვა გზებით ცდილობენ თავიანთი თავისუფალი დროის გატარებას და როგორც კვლევებმა აჩვენა ასე ვთქვათ ისინი ინტერესდებიან აი ამ სათამაშო გადჟეტებით აუცილებლად ყველას ვურჩევ რომ 2 წლამდე თუ შეიძლება თავი შეიკავონ ამ ყველაფრისგან რადიკალურად თავი შეიკავონ 2 წლამდე იმიტომ საუბრობ რომ ეს არის პერიოდი როდესაც იწყებს პირველად კომუნიკაციას გარემოს სამყაროს როდესაც ვითარდება მისი ეს კოგნიტური უნარები დამოკიდებულებები შეფასებები ემოციები ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ხორციელდებოდეს ხშირ შემთხვევაში ბავშვები იმ ბუნებრივ პირობებს რომელიც გარემოში მიმდინარეობს უყურებენ ეკრანიდან ანუ ის ბუნებრივად ვერ აკვირდება ამ პროცესს. ასევე შეიძლება იყოს მოცემული რაღაცა თამაშები, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საფრთხეს უქმნიდეს თვითონ ბავშვს, იმიტომ რომ ყოველი თამაშის დროს მას სიტყვაზე შეუძლია თავიდან დაიწყოს ეს პროცესი და რაღაც თუნდაც ის დამარცხება, თუნდაც წყალებში თქვა სიკვდილი, მისთვის არის რაღაცა ჩვეული მოცემულობა, რომელიც შეუძლია თავიდან დაიწყოს. ამ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას საფრთხე, იმიტომ რომ მან შეიძლება ეს მოდელი გადმოიტანოს რეალობაში, სადაც ყველაფერი ყოველთვის თავიდან არ იწყება, ხო? 3-დან 5 წლის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს 1 საათი იყოს აუცილებლად. შეგიძლია ეს 1 საათი დღის განმავლობაში გადაუნაწილო. მშობელი უნდა იყოს თანმიმდევრული და ეს კონტექსტი უნდა კონდეს ყოველთვის ლოგიკურად, ანუ განსაზღვრული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგლიჯო. არ აქვს ამას მნიშვნელობა ეს რა არის. თუნდაც სასარგებლოს აკეთებდეს. ალბათ ჯობია რომ წინასწარ მივცეთ ინფორმაცია რომ აი ეს ახლა რამოდენიმე ხანი ამ ეს შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ეს დამთავრდება. აი მოდი შემდეგ უნდა გააკეთო რაღაცა სხვა. ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ დრო, მაგრამ პატარების შემთხვევაში ეს დროის კონტროლი არის ცოტა აბსტრაქტული. მე ვერ ხვდები ეს 25 წუთი რას გულისხმობს, ან თუნდაც 1 საათი რას გულისხმობს. აი მოდი ახლა ვისადილებ და სადილის შემდეგ მოგცემ. და აი მე უკვე, როდესაც ჩვენ ჩავალთ ეზოში, სასურველია ეს ნივთი დადო თავის ადგილას. ბავშვმა უნდა იცოდეს დღის განმავლობაში მას რა მოელის. როდესაც რაღაცას ვთავაზობთ ხოლმე, აი თუნდაც გვინდა რომ სადმე წამოხვალ თუ აპრიორი შენ იცი რომ უნდა წაიყო, ანუ მოდი კითხვით ნუ მიმართავ. ჩვენ შეიძლება უბრალოდ შევთავაზოთ ის ვაშლი უნდა პეროგი თუ პეროგი ვაშლით, თუ სხვა გამოსავალი არ აქვს, მაგრამ არჩევანს ყოველთვის ვაძლევ. თავარია რომ დადგენილ წესებს თუ შეთანხმებებს რაც არ უნდა ის დავარქვათ, თავარია მივაღწიოთ ამას, მივყვეთ ზუსტად ჩვენ თვითონვე არ დავარღვიოთ, ანუ პირველი არ ვიყოთ წესის დარღვევაში, იმიტომ რომ ყოველთვის მოგბაძავს და მაგალითია, ბავშვმა უნდა იცოდეს რომ მხოლოდ 1 საათი აქვს კომპიუტერისთვის ან სხვა ესეთი ელექტროსაშუალებებისთვის დრო, როდესაც ეს დრო გადის რაღაც გონივრულ ვადაში, აუცილებლად უნდა მოაცილოთ ეკრანს, უნდა შესთავაზოთ ალტერნატიული სამუშაო, სათამაშო. მე ეს თუ კი გახდება რუტინა და თუ გახდება ყოველდღიურობა, ბავშვი ამას შეეგუება და ეს გახდება ჩვევა. არ მინდა რომ მშობლებს კონდეთ ეს განცდა რომ გაიზრდება და გაუვლის, ეგ ესეთი რაღაც არ არსებობს. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს სოციალური უნარების განვითარებაში. თუმცა არის მთელი რიგი თამაშები, რომელიც ბავშვს ამზადებს წინარე, ანუ სასკოლო უნარებს უვითარებს.
განვითარებს ეს როგორც არის ციფრის და რაოდენობის ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან ბევრი ძლიერი მხარე აქვს მაგრამ ეს არ უნდა იყოს როგორ გითხრათ ძირითადი პროცესი ან პარალელური ეს უნდა იყოს ინტეგრირებული პროცესი მის ყოველდღიურობასთან და ნაწილი რომელიც არის თქვა აუცილებელი განვითარებისათვის და არა დეგრადირებისათვის რომელიც აბსოლუტურ izolაციას იწვევს და შეიძლება იყოს შემთხვევა და წინაპირობა იმისა რომ ჩვენ გვქონდეს უკვე აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელი თავისებურებები ჯანმრთელობის სტრუქტურა მთლიანად შეიძლება დაირღვეს მაგალითად ეს ყველაზე ხშირი არის სიმსუქნე ადინამიიდან გამომდინარე ძილის აშლილობა რაც უკვე მე იწვევს მთლიანი დღის მოშლას ძალადობისკენ მიდრეკილების პროვოცირება ასე ვთქვათ როდესაც თამაშობენ ძალიან აგრესიულად ესეც შეიძლება ორგანულ პათოლოგიებში ბუნებრივი არ შევიყვანოთ, მაგრამ ტრაქიდან მიღებული ტრავმები შეიძლება შევიყვანოთ. დამატებით ხო, აუცილებელია რომ ბავშვი ხანდახან გარეთ გავიდეს და თუნდაც ქვიშაში ამოიგვანგლოს ბოლომდე და სენსომოტორული განვითარებისთვის ეს ამნიშნავია. მოკლედ შევაჯამოთ მე მგონი და დავიწყოთ იქიდან რომ ბავშვის საძინებლიდან უნდა მოვაშოროთ ტელევიზორი, კომპიუტერი, იმიტომ რომ ჯანმრთელი ძილი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საძინებელში არ უნდა იყოს ეს ნივთები, იმიტომ რომ ის აუცილებლად არ დაიძინებს და ურჩევნია რომ ითამაშოს, ან უყუროს ტელევიზორს დაუმთავრებლად დილამდე ის ვერ ხვდება რომ უნდა დაიძინოს ან ჩაეძინება ამ ტელევიზორთან და ეს ძილი არ იქნება სრულფასოვანი რა თქმა უნდა. იგივე შეიძლება ითქვა სამზარეულოზე ჭამის დროს ეკრანის ყურება ნამდვილად არ არის სასურველი, იმიტომ რომ ამ დროს ირღვევა საწყლის მომნელებელი ფუნქციები, როგორც ვიცით. შეიძლება იყოს სიტყვაზე ანუ საძინებელში არა, მაშინ გეთანხმებით რომ კვების დროს არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ისევ დამოკიდებულებაზე მივდივართ, იმიტომ რომ შენ ვერ გააკეთებ ყველა გარემოს გაფილტრვას. ის სადაც წავა შეიძლება ეს დახვდეს. ის საგანი იქნება თუ არ იქნება იმ გარემოში, თუ შენ არ მიანიჭებ მას დიდ მნიშვნელობას და გექნება ალტერნატივები მასთან ურთიერთობის დროს, ის საგანი აღარ გახდება საშიში. მშობლებო, თქვენ კი დაიმახსოვრეთ კვირის დღეებში 1 საათი და შაბათ-კვირას 2 საათი. ეს არის ის მაქსიმალური რეკომენდებული დრო, რაც მცირეწლოვან ბავშვებს ეკრანთან უნდა გაატარებინოთ. მეტის საშუალება არ მისცეთ, როგორც უკვე ვთქვით, ჩაანაცვლეთ უფრო საინტერესო თამაშებით, სამაგიეროდ თქვენც უფრო მეტ დროს გაატარებთ თქვენ შვილებთან და უფრო ჯანსაღი მომავალი გვეყოლება ყველას ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის კიდევ ერთხელ. ცოტა ხანში ექიმებში. დაავადება, რომელმაც თამრიკო ჭოხონელიძის ცხოვრება შეცვალა. ადამიანებს მუდმივად ჩაგვჭიჩინებენ რომ სულ რაღაც გავაკეთოთ. სანამ პატარები ვართ, გვეუბნებიან რომ ისწავლე, ესექენი რაღაცა. მერე გავიზრდებით, გვეუბნებიან იმუშავე. აი დაისვენე ეს ჩაჭიჩინებით ვინმეს უთქვავს. არა. სამწუხაროა ზუსტად ეგ ფაქტი. არა და ხანდახან დასვენება ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწავლა და მუშაობა. სასიამოვნოც. სასიამოვნოზე მე ხას. აუცილებელია და რა გინდა. შევინება რომ იყოს მე სულ დავისვენებდი. არა, ცოტას ვიმუშაობ. ოღონდ დასვენება მხოლოდ მაშინ არის კარგი და სასარგებლო, თუ სწორად გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ტელევიზორთან ტახტზე წამოკოტრიალებაც ერთგვარი დასვენება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობას დიდად არ არგებს. თუ დახარჯული ძალების აღდგენა გინდათ, ტონუსის მომატება და გემრიელად დასვენება, მაშინ სხვადასხვა სასიამოვნო ფიზიკურ აქტივობას უნდა მიმართოთ. მაგალითად, ასე. კურორტი ვარძია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს გამორჩეულია სუფთა ჰაერით, გაზესარევი გარემოთი და რაც თავარია აქ მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, რომელიც თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღევანდელ დღეს მე და დათო სწორედ აქ გავატარებ და ჩავერთვებით ძალიან ბევრ სასარგებლო, სასიამოვნო და საინტერესო აქტივობებში. მე მგონი კარგი დღე უნდა გავატაროთ. დავისვენოთ აქტიურად. დავით. კვლევები დადასტურებულია, რომ ბუნებასთან ახლოს ყოფნა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ძალიან ბევრი დაავადების რისკს აცილებს თავიდან. ხოლო პირიქით ადამიანები, რომლებიც იშვიათად არიან ბუნებაში, ან საერთოდ არ არიან, მათ უფრო მეტი მიდრეკილება აქვს დაავადებების მიმართ და ხშირად უვითარდებათ ესეთი შფოთვითი აშლილობები, დეპრესიები და ასე შემდეგ. და ბუნებაში სეირნობას ძალიან მაგარი განწყობის შექმნა შეუძლია. ასევე ამ დროს ტვინში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები, ჰორმონები,
რომლებიც ბევრ სასარგებლო პროცესში იღებს მონაწილეობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეთანხმება ბუნებაში წერილობა განსაკუთრებით სასიამოვნოსთან ერთად ძალიან სასარგებლოც არის, მაგრამ ჩემთვის ოდნავ მოსაწყენია და ზოგან ველოსიპედებს მოუყარი თვალი და მე მგონი კაი აზრია რომ ველოსიპედებისაც გავისეირნო. ველოსიპედით გადაადგილება არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც არის. კვლევებით დადგენილია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან ველოსიპედით, ნაკლებად ავადებიან გულსიზრდეთა დაავადებებით და დეპრესიისადმის ნაკლებად არიან მიდრეკილები. გარდა ამისა, როდესაც ბუნებაში ველოსიპედით მოძრაობ, ლამაზ ბუნებას უყურებ, ერთობი და ვერც კი გრძნობ, ამდენად დიდ სამუშაოს ასრულებს შენი კუნთები. ასე რომ ეს ძალიან სასარგებლოა და ყველას გირჩევთ, რომ ყოველ დღე თუ არა, ყოველ შემთხვევაში კვირაში რამდენჯერმე მაინც შეეცადოთ, რომ ველოსიპედით იმოძრაოთ, ეს ძალიან სასარგებლოა თქვენ ჯანმრთელობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან მოსულ დამსვენებელს შევთავაზოთ ეკოლოგიურად ციფრა პროდუქტი. აი აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი არის მოყვანილი ჩვენ სახელმდებარე სოფლებში და შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ძალიან საინტერესოა. მე თავიდანვე შერჩეული მქონდა რა უნდა დავაგემოვნო. ეს იყო კიტრი, იმიტომ რომ აი გადასარევი სუნი მქონდა რა თავიდანვე ვნახე და ვხვდები რომ ეს არის ძალიან გემრიელი და ვხვდები რა განსხვავება ეკოლოგიურ პროდუქტსა და ჩვეულებრივ პროდუქტებს შორის. ისეთი არომატები ტრიალებსო ცოტა გამიჭირდა კიდეც ამერჩია რა გამესინჯა, მაგრამ მე მგონი ეს კარგი არჩევანია, საერთოდ ასეთ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში სამწუხაროდ რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ძალიან კარგი წარმოწყებაა, რომ დამსვენებელს შესთავაზო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. აი ბუნებაში აქტიური დასვენების კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება არის თევზაობა და თან რაც თავარია შეიძლება სახლში ხელდამშვენებული დაბრუნდეს. შენ დაგიჭერია თევზურების? არა და დიდი ეჭვმაქ რო ვერც ახლა დავიჭე. ო, მე ცხოვრებაში მყავს 2 თევზი დაჭერილი. არ ვიცი თევზაობა მოკლედ რა თქვა და დღეს გაძლევ შანსს რომ შენ იყო ის წარმატებული ადამიანი, ვინც დაიჭერს თევზს. ვცდი, კარგი გამომივა თუ არა, მაგრამ ხო, მე ხარ ეს პროფესორი ვით გამომდის, არც მე არ ვიცი თევზაობა, მაგრამ მინდა რომ დღეს დაიჭიროს შენ. და მოთმინება ჭირდება ამ საქმეს. რომ მოკაჭოს უნდა ამოუკრა, ხო? ხო, აი მივა იქ დაიწყებს მოძრაობებს და მოიცა? მოკაჭო. ლევან, მე მგონი შენ გმირი ხარ დღეს? ყოჩა. აჰა. ყოჩა. აი სელფი ხა უნდა გადაიღო. აჰა, სად არის? გადაოლი. ლევან, გილოცავ შენი წარმატებული თევზაობის შედეგი, აგერ ჩვენთან. საუკეთესო ნაჭერს რა თქმა უნდა შენ შემოგთავაზე. ანუ რომელია საუკეთესო ნაჭერი? რომელიც მე არ მიყვარს ის. რომელიც შენ არ გიყვარს ისა საუკეთესო ნაჭერი, ხო? ყოჩაღ ლევან, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ? აუ, ფასტაულია. ლევან, მე პირადად ძალიან ყვაყოფილი ვარ დღევანდელი დღით ჩვენი გასეირნებით, გადასარევი გარემო, ულამაზესი ხედები და არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი დაჭერილი თევზის გემო, როგორ შეწვი, არის ეს იყო სასწაული მართლა. ძალიან კარგი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, მაყურებელს კი შევახსენოთ, რომ ბევრ შრომასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დასვენება, ყოველთვის ჯობია რომ დასვენება იყოს აქტიური, ისეირნეთ ბუნებაში, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, გაისერნეთ თუნდაც ველოსიპედით, თუ ამის საშუალებაა მიერთვით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და თქვენი დასვენება უფრო ხარისხიანი იქნება და უკეთ აისახება თქვენ ჯანმრთელობას. ალბათ მაყურებელს ცოტა გაუკვირდა აი ეს ლამაზი პეპლები რომ დაინახა ჩვენს ყელზე. არც ზაფხულია, აღარც მზე და ყვავილებიანი მინდვრებია. სადმე ჩვენ მაინც პეპლები გვყავს სტუდიაში. როგორ გონიათ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ცოტა სხვა ფორმა რო ქონოდათ ეს შავი რო ყოფილიყო, ვიფიქრებდი რომ ოსკარების დაჯილდოებაზე მივდიოდით და ბაფთები გაგვიკეთეს. ხო, აი ეს smokings მოვიგდებ ახლა ხალათზე და გავრბივართ. მოდი მაყურებელი აღარ ვამკითხავთ და პირდაპირ ვუთხრათ. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა ფარისებრი ჯირკვალი. პეპლის ფორმის პატარა ზომის ჯირკვალი, რომელიც ზუსტად აი აქ ადამიანის ვაშლის ქვემოთ მდებარეობს. ზუსტად ამ ფარისებრი ჯირკვლიდან მოდის ხოლმე პრობლემა, რომელიც ყველას გვსმენია და რომელსაც ქვია ჭიყვი. მართალია, ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მცირე ზომის ორგანოა, მაგრამ მას იმდენად დიდი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რომ ვერც წარმოიდგენ. ფარისებრი ჯირკვალი ახდენს გავლენას ჩვენი სხეულის აბსოლუტურად ყველა უჯრედზე.
არაფერი ჩვენს ორგანიზმში ისე არ ხდება, რომ მასში ფარისებრი ჯირკვალი და ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონები არ მონაწილეობდეს. ძალიან ხშირად ფარისებურ ჯირკვალს ადამიანის სხეულის ელემენტს უწოდებენ. თითქმის ყველა ფუნქცია, რომელსაც ჩვენი სხეული ასრულებს, რეგულირდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ. ფარისებრი ჯირკვალი განსაზღვრავს, როგორია თქვენი მეტაბოლიზმი, რა ტემპით მიმდინარეობს თქვენ სხეულში ნივთიერებათა ცვლა, ასევე რა სიჩქარით მუშაობს თქვენი გული, როგორ ინელებთ მიღებულ საკვებს, როგორია თქვენი სხეულის ტემპერატურა და ასე შემდეგ. თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილ ჰორმონებზე. მოკლედ, ჩათვალეთ, რომ ფარისებრი ჯირკვალი თქვენი სხეულის ელემენტია და აი ზუსტად ასე ამუშავებს მთელ ორგანიზმს. საათივით აწყობილი მექანიზმია. და რამდენი ორგანოა ჩართული ამ ყველაფერში. აი ზუსტად ასე მუშაობს თქვენი ორგანიზმი, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ყოფილია. იქიდან გამომდინარე, რომ ფარისებრი ჯირკვალი ესეთი მნიშვნელოვანია, ადვილად წარმოიდგინეთ, რა სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია მისი ფუნქციის მოშლას. ჩვენთან დღეს სტუმრად მოვიდა ადამიანი, რომელსაც ეს პრობლემა გამოცდილი აქვს და მზად არის თავისი ამბავი ჩვენს გაგვიზიაროს. მიესალმეთ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე. გამარჯობა, მოგზაურობთ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. როგორ ხართ? მადლობა. რა თქმა უნდა, ბახმაროს წყალს შემოგთავაზებთ. მადლობა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გქონდათ ფარისებურ ჯირკვალთან დაკავშირებით. გვითხარით კონკრეტულად რამ შეგაწუხათ, როგორ გამოვლინდა ეს პრობლემა? ცირა მანამდე არაფერი არ ვიცოდი ამ დაავადების შესახებ, უბრალოდ არ დამჭირვებია ეთყობა და რაღაც ირგვლივაც არავინ იყო ასეთი, რომ გამეგო რატომღაც და არ საინტერესებულ ვარ. სრულიად ისეთი მოულოდნელი იყო ის, რომ სტრესის, ძალიან სერიოზული სტრესი მქონდა მე. აი მის ფონზე აი დამეწყო იცი სპაზმები, რაც უბრალოდ მაჩობდა. და ვერ ხასუსო ამას, რომ ვერ ჭამდი. ანუ მეკეტებოდა წყალზე, ყველაფერზე, ანუ ბევრს მით უმეტეს არ გეახლებოდით. პარალელურად ვიმატებდი. ვერაფრით ვერ ვაკავშირებდი იმას, რომ რატო შეიძლება ვიმატებდე, როდესაც არ ვჭამ. იმდენად მოვიმატე, რომ შემაწუხა გულმა. ქონდა საშინელი ბრადიკარდიები. ქონდა ძალიან სერიოზული სისუსტე. ყველაფერი შემეცვალა. აი სხვა ადამიანი გავხდა. მივაკითხე კარდიოლოგს. და აი კარდიოლოგი დაეჭვდა ზუსტად იმაზე, რომ მე უნდა გამომეკვლია ფარისებური ჯირკვალი და რომ მივიღეთ ძალიან ისეთი ცუდი მაჩვენებლები. თვე ნახევარში მე მომემატე 19 კილო. აი ეს იყო რაღაც კატასტროფა. ვერაფრით ვერ მივხვდი, მართლა რა. არაბუნებრივად ვიმატებდი. მე ხორცი კი არ იმატებდა და დაუშვათ იგივე თუნდაც ცხი მე ფუვდებოდი. აი რაღაც გაფუებული ვიყავი. მე მივხვდი რომ უკვე სხვა პრობლემები შეიქმნა პრობლემები სახსრებზე, შეშუპებები, შემეცვალა თმის ხარისხიც, მე ძვენაც დამეწყო. რა თქმა უნდა, დამენიშნა მკურნალობა და ამის მერე უკვე დიდი ხანია მკურნალობ. თქვენი არაჩვეულებრივი ხმაც თუ შეიცვალა ამ ყველაფერთან ერთად. აი იმდენად შემეცვალა, რომ ის პერიოდი საერთოდ არ მიმღერია. დაახლოებით 2 წლის მანძილზე არ ვმღეროდი. არც განწყობა მქონდა სიმართლე გითხრა და არც ვღეროდი, ვერც ვღეროდი. ნელი წარმოსადგენელია. თქვენი 2 წელი ვარ დამიდაბლდა სხვათა შორის ტემპრი. ეხლა ყველა მიეჩვია ჩემ ტემპს, თუ ესე დაბლ ტემპზე არ ვლაპარაკობდი. აი რეგისტრი შეიცვალა აშკარად. ნამდვილად ვერაგი დაავადება. ისე შემომეპარა ვერ მივხვდი. შემომეპარა ქვია, მაგრამ შემომეპარა იყო, კი არა შემოვარდა აი რა. შემოვარდა და ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, რასაც წყობთ. ცხოვრების ხარისხი ყველაფერი შეიცვალა. რამდენი წელია დაავადებას და ერთად ცხოვრობთ? 16 წელი. ყველა გამოკვლევის მიხედვით უკვე როდესაც ვაკონტროლებ, უკეთესი მაჩვენებლებია და უკეთესად ვარ. მინდა აი ყველას უთხრა, ვისაც აქვს ეს პრობლემა, რომ აი არ გატყბნენ. ერთი შეხედვით რო შეხედავ, არც ის კარგად ხარ. მით უმეტეს როცა იმატებ და ამ დროს ნუ აი მე პირადად ნამდვილად შემიძლია გითხრა და მიმაჩნია, რომ ეს არის პირველი მაჩვენებელი იმისა, რომ სწორედაც რომ არ ახარ ჯანმრთელი. რასაც მოყვებოდით ხო, ეს ძალიან კლასიკური შემთხვევა არის, როდესაც სხვა ექიმთან სხვა ჩივილით მიდიან, ანუ ეს არის ჯირკვალი, რომელიც პრაქტიკულად მთელ ორგანიზმს არეგულირებს და რაღაცა არ მოწონთ. აი მაგალითად ძალიან ხშირად კარდიოლოგთან ხვდებიან ხოლმე პაციენტები. სამწუხაროდ საზოგადოებაში ფარისებურ ჯირკვალთან დაკავშირებით არსებობს რაღაც არასწორი წარმოდგენები. ავტომატურად ამ ფრაზას მოყვება ხოლმე სიტყვა ჩიყვის ხსენება, რომელიც ცოტა ესეთი ფუნდოვანი ტერმინია. ყველაფერს ერთად მოიცავს. გულისხმობს ამ ჩიყუში, არავინ იცის.
უფრო ხშირად ჩიყუს ხმარობენ მაშინ, როდესაც ხდება ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი არ ნიშნავს, რომ ის ზედმეტად მუშაობს, ასე ვთქვათ. შეიძლება ჯირკვალი დიდი იყოს, მაგრამ ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებდეს და ძალიან ხშირად არის ხოლმე ესე. ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ძალიან მნიშვნელოვან ჰორმონებს. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ეს ჰორმონები ან საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოიყოფა, ან საჭიროზე ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა. მდგომარეობას, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ქვეითდება, ეწოდება ჰიპოთირეოზი, როდესაც ჰორმონი იმაზე მეტი რაოდენობით გამოიყოფა, ვიდრე ეს საჭირო, ამას ეწოდება ჰიპერთირეოზი. თქვენ შემთხვევაში იმ სიმპტომების მიხედვით, რასაც თქვენ ყვებით, საქმე ქონდა ჰიპოთირეოზთან, რა თქმა უნდა. მე ახლა შევეცდები აგიხსნათ თუ რა სიმპტომები ახლავს თან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის როგორც მომატებას, ასევე დაკლებას. ჰიპერთირეოზის სიმპტომებია: წონაში კლება, გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, გაღიზიანება, მადის მომატება, სითფოსადმი გრძნობელობა, ანუ სიცხეზე მომატებული გრძნობელობა, გახშირებული ნაწლავთა მოქმედება. ჰიპოთირეოზის შემთხვევაში სიმპტომები არის შემდეგი: დაღლილობა, სითფოს სიყვარული, კანის სიმშრალე, წონაში მატება, ყაბზობა, ანუ შეკრულობას რო ეძახიან ხოლმე, თმის ცვენის გაძლიერება შეიძლება იყოს, გულისცემის შენელება, ანუ ბრადიკარდია, დეპრესიულობა და მენსტრუალური ციკლის დარღვევაც შესაძლებელია ახდეს თან ამ ყველაფერს. ეს არის ის სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილებებს. ყველას აინტერესებს თუ რატომ ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რა იწვევს მას და ვინ არიან რისკ ჯგუფში. ამ საკითხებზე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. გთხოვთ მიესალმოთ ენდოკრინოლოგი პროფესორი დავით მეტრეველი. გამარჯობა ბატონო დავით. აგზანდით ახმაროთ წალ შემოგთავაზებთ ტრადიციულად. რაც ყველას აინტერესებს, რატომ აქვს ზოგ ადამიანს ამ ჰორმონების ნაკლებობა, ზოგ სიჭარბე, რატომ იტანჯებიან ადამიანები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით. უპირველეს ყოვლისა უნდა ვილაპარაკოთ არა უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას და დაზიანებას. იმ გარემო პირობებზე, რომელშიც ფარისებრი ჯირკვალს უხდება ფუნქციონირება და მხედველობის მაქვს უპირველეს ყოვლისა იმ აუცილებელი მიკროელემენტის საჭირო რაოდენობა, რასაც იოდი ქვია და რომლის გარეშეც ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონის სინთეზის შეუძლებელია. ანუ ფარისებრი ჯირკვალი ვერ ფუნქციონირებს თუ მას დააკლდება იოდი. რა თქმა უნდა, იოდის სიჭარბე კიდევ უფრო მძიმე დარღვევების გამომწვევი შეიძლება იყოს, მაგრამ ლაპარაკი არის ფიზიოლოგიური რაოდენობით იოდის აუცილებლობას. თუმცა არ იქნება სწორი თუ კი ჩვენ ჩავთვლით, რომ მხოლოდ იოდით უზრუნველყოფას შეუძლია ყველა პრობლემის მოხსნა. არავითარ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალში რთული პროცესები მიმდინარეობს და ეს რთული პროცესები შეიძლება დაირღვეს ანთებითი რეაქციის შედეგად. ის, რასაც ქალბატონი თამარი ბრძანებდა, მე ვფიქრობ, ეს იყო ქრონიკული აუტოიმუნური ანთება, ეს არის ესეთი ფორმა ანთების, რომელიც ქრონიკულად მიმდინარეობს, იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, იწვევს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის ცვლილებას, ეს შეიძლება გამოვივლინდეს ჩიყვის სახით, ან ზოგიერთ პაციენტის შემთხვევაში პირიქით ფარისებრი ჯირკვლის დაპატარავების სახით. თავდადო თამარმა აღნიშნა, რომ ის რაც მას დაემართა, კავშირში იყო ძლიერ სტრესთან. რამდენად ჩვენი სოციალური სივრცე და ეს სტრესული გარემო ხელს უწყობს ამ პრობლემატიკის წინ წამოწევას. რასაც ქალბატონი თამარი ბრძანებს, შემთხვევითი არ არის ემოციური სტრესი, როგორც წესი არის მრავალი დარღვევის გამომწვევი და არა მხოლოდ ნერვული სისტემის მიმართ, არამედ თუნდაც იგივე იმუნური სისტემის მხრივად. ემოციური სტრესი შეიძლება იყოს მიზეზი აი ამ აუტოიმუნური დარღვევების განვითარებისა. ერთ შემთხვევაში ვითარდება ქრონიკული აუტოიმუნური თიროიდიტი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რასაც ქვია ჰიპოთირეოზი, წეგან ძალიან კარგად საუბრობდით, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ასეთი კვალიფიციური და პროფესიულ დონეზე ბრძოლების. მაგრამ მეორე საკითხი ასეთია, იგივე სტრესული სიტუაცია შეიძლება გახდეს სხვა იმუნური პროცესების გამომწვევი, რომელიც იწვევს პირიქით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სტიმულაციას, ამას დიფუზური ტოქსიური ციყვი რომ ჰქვია, გრეივსის ავადმყოფობას უძახიან ძალიან ხშირად. რა თქმა უნდა, ნერვული ფაქტორი ამ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია, იმიტომ რომ სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს აუტოიმუნური დარღვევების განვითარებისაც, მაგრამ ეს, რაც თქვენ სწორად შენიშნეთ, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ეს დაავადება საკმაოდ გამოხატულია ხოლმე გარეგნულად და შეგვიძლია ფოტოზე ვნახოთ, რას აღნიშნავს გრეივსის დაავადება. ან დაახლოებით ესე გამოიყურება ხოლმე პაციენტი ამ დაავადების დროს. თუ ტოქსიური ციყვი მაგალითად პროვოცირებული არის ფარისებრი ჯირკვალზე აუტოაგრესიის შედეგად, თვალების მხრივ ცვლილებები, რომელიც ახლა თქვენ აჩვენეთ, არის თვალბუდეში კუნთების მიმართ იგივე აუტოიმუნური აგრესიის შედეგი. ანუ ეს ორი
დაავადება ძალიან ახლო დგას ერთმანეთთან, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება არსებობდეს. ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ იოდის ნაკლებობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ პრობლემის გამომწვევი. იოდის ნაკლებობის საწინააღმდეგო ჩვენს ქვეყანას ისე როგორც ბევრ სხვა ადგილას ძალიან კარგ გზას მიაკვრიეს და ხდება საკვები მარილის იოდიზირება. ხენებთ თქვათ თქვენ სამზარეულოში იოდიზირებულ მარილს. უცვლელად. ბევრი წელია. იოდირებული მარილით მოსახლეობის უზრუნველყოფა კანონმდებლობით არის ჩვენთან გამტკიცებული და აკრძალულია საქართველოში ისეთი მარილის შემოტანა, რომელიც არ არის იოდირებული. ეგ მართლა მე პირველად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში მართლა ძალიან მძიმე სიტუაცია, იმიტომ რომ გარემო გვაქვს ჩვენ იოდ დეფიციტური. აქ მუდამ იქნება იოდის დეფიციტი გარემოში, მაგრამ ჩვენი ვალია მოსახლეობა არ იყოს იოდის დეფიციტის პირობებში. მაგრამ ერთი დიდი ნიუანსი. ეს საკმარისი არის მხოლოდ მოზრდილი არა ორსული მოსახლეობისათვის. იქ სულ სხვა მოთხოვნილებაა მეტია. ბავშვებში, მოზარდებში, ორსულსა და მეძუძურ ქალებში. ამიტომ მათ სჭირდებათ სპეციფიური პროფილაქტიკა იოდით, რომელიც ტარდება იგივე იოდირებული მარილის მოხმარების ფონზე, მაგრამ დამატებითი ულუფა უნდა მივცეთ ასაკის და მიხედვით ბავშვებს, ასაკის და მიხედვით მოზარდებს. ორსულობა რომ იგეგმება ჯერ იმ დროიდან ჯანსაღმა ქალმა, რომელსაც ფარისებრ-ჯირკვალი დაზიანებული არ აქვს, ის ჯანმრთელია, მაგრამ ცხოვრობს იოდის დეფიციტის გარემოში, მას წინასწარ უნდა ეძლეოდეს იოდის სტანდარტული რაოდენობა 200 მიკროგრამით დღიური დოზით, რომ ფარისებრ-ჯირკვალში შეიქმნას საკმარისი მარაგი იოდისა, რომელიც ორსულობის დადგომისთანავე ფარისებრ-ჯირკვლის მუშაობის გარდაქმნის საშუალებას მისცემს და ის ჩანასახს და შემდეგ ნაყოფს მიაწოდებს იმ რაოდენობით ფარისებრ-ჯირკვლის ჰორმონებს, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია ჩანასახის განვითარებისათვის და უძიმესი დარღვევები შეიძლება განვითარდეს იოდის დეფიციტის გამო. ძალიან ბევრ დაავადებასთან მიმართებაში იციან ხოლმე შინაურული წამლების მიღება და იქ რაღაცა 1000 რაღაცას მიმართავენ, მაგრამ მე მაინც მინდა ვურჩიო, რომ უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს აუცილებლად და უნდა მიიღონ ჰორმონი, რომელსაც მე ხო ვღებულობ. რაღაც პერიოდის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა დოზა და ეხლა უკვე ერთ დოზაზე ვარ. ხო. გუშინ მყავდა პაციენტი, რომელსაც ჭირდებოდა მკურნალობა მედიკამენტით და მეზობელმა ასწავლა, რომ არ გინდაო ექიმოს, ნუ დაუჯერებო, მეო ვიმკურნალო, ხის ბაყაყი არისო პატარა, ოღონდ ზურგით უნდა მიიწეფო, თქვენ რომ პეპელები ქონათ მიწეპებული. წაღმა თუ მიიწეფე არ შველეს. უგმა რატომ ეთქედა, იმიტომ რომ ის კანით სუნთქავსო და გამოწოვსო ჩიხსო. ჩვენი არსებობენ ესეთი ენდოკრინოლოგი ბაყაყები. ბატონო დავით, ჩვენ ვისაუბრეთ ბევრი თქვა სიმპტომატიკაზე და ასე შემდეგ, ალბათ უნდა თამრეკომას თავისი ისტორია მოგვიყვა. ვინ უნდა გაიკეთოს ეს ანალიზი, რომ შეიმოწმოს ფარისებრ-ჯირკვლის ფუნქცია, რომელ ასაკში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და აქვე უთხრათ ჩვენს მაყურებელს, როგორ ხდება ამ დაავადების კურნალობა და არის თუ არა ის საერთოდ განკურნებადი. რისკი განსაკუთრებით იზრდება სადღაც 40-45 წლის ასაკის ზემოთ. ეს შეეხება როგორც ფარისებრ-ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, ისე კვანძოვანი სიყვების გაჩენასა და კვანძოვანი წარმონაქმნები საერთოდ ბავშვებში ძალიან იშვიათია და თუ კვანძოვანი სიყვი ბავშვს აქვს, ყოველთვის ვარ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ არ იყოს ეს სიმსივნე. მოზრდილი ასაკის ქალებში განსაკუთრებით 55-60 წლის ასაკის ზემოთ კვანძოვანი სიყვები საკმაოდ ხშირია და მათგან ბევრი არ არის ავთვისებიანი სიმსივნე. აი მამაკაცები თუ კვანძოვანი სიყვი გაჩნდა, აუცილებლად დიდი ყურადღებით გამოკვლევა საჭიროა, რადგან ჩვეულებრივ იქ არა სიმსივნური კვანძი იშვიათად ჩნდება და თუ კვანძი გაჩნდა, არ იყოს ეს ავთვისებიანი სიმსივნე. შეკითხვა ყოველთვის არსებობს, რომ მე მაქვს ციყვი ან მაქვს ეს და რამდენი ხანი უნდა მსვა წამალი, რა ეს ჰორმონის საშიში ხომ არ არის? აი კონკრეტულად უთხრათ პაციენტებს, რომ სიტყვა ჰორმონის გაგონებისაც ეშინიათ და ასე შემდეგ. ზოგი თავს არიდებს მართალი გითხრათ, მე მინახავს ესეთ პაციენტები, რომ არ სვამ დღეს დავლიე, ხვალ არ დავლიე, რაღაც ასე. მიმართავენ აი შინაური. ბაყაყებს მიმართავენ. გამოსავალს ეძებენ, რომ ხის ბაყაყს ერთხელ დაიშალა და დავდო. წაღმა არ უნდა. აი თქვენ რა ურჩევთ? არსებობს ფარისებრ-ჯირკვლის ისეთი ავადმყოფობა, სადაც ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სრულ განკურნებაზე. განკურნება იმ გაგებით, რომ არა მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობას გულისხმობთ, არამედ იმას, რომ ამ კეთილდღეობის შესანარჩუნებლად მას დამატებითი პრეპარატის მუდმივი მიღება არ ჭირდება. ქალბატონი თამარის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მას აქვს კარგად მართული ჰიპოთირეოზი. მაგრამ მართვა მუდმივად ხდება. იგი პრაქტიკულად ჯანმრთელია ფარისებრ-ჯირკვლის თვალსაზრისით, მაგრამ ფარისებრ-ჯირკვალი არ მუშაობს ისევე როგორც არ მუშაობდა ადრე. ის ვერ აღდგა და ვერც აღდგება. მაგრამ თუ ფარისებრ-ჯირკვლის ფუნქცია ფაქტიურად რა არის? უნდა
წარმოქმნას ჰორმონი თიროქსინი. თუ ჩემი ფარისებრი ჯირკვალი დაზიანდა და ამ ჰორმონს ვერ წარმოქმნის და მე ექიმა გამომიწერა აფთიაქში ვიყიდე წამალი და დავლეთ, მე შევავსე ის დანაკლისი, რაც მე მქონდა, რაც აკლდა ორგანიზმს ის მივეცი, მაშინ მე პრაქტიკულად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ იმსაც რომ ეს პრაქტიკულად ჯანმრთელი მდგომარეობა შევინარჩუნო, მუდმივად უნდა ვიმკურნალო. თქვენ რა რჩევას მიცემთ ადამიანებს, ვინც ცხოვრობს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციით? პირველ რიგში ვეტყვი იმას, რომ სასოწარკვეთას არ უნდა მიეცემის, რომ რაღაცა უბედურება ჭირთ, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში მართვადი მაინც და არ შეეშინდეთ ამ ჰორმონის მიღება და არ გაატყდნენ. აი არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს, ხამას თქმა არ უნდა. არაფერი არ არის ამაში ესეთი საპანიკო და საგანგაშო და შემიძლია ახლა უკვე თამამად ვთქვა, რომ მოვერიე. აპლოდისმენტები. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, როგორც პროფილაქტიკაზე, ასევე კურნალობაზე. ვსაუბრობთ იოდირებულ მარილზე, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, თუმცა ზოგ ადამიანს არ უყვარს მარილი, ზოგი ვერ იღებს ამ მარილს, ან ზოგს აკრძალული აქვს. ამიტომ ზოგს აკრძალული აქვს თუნდაც, ხო? ამიტომ ჩვენ ძალიან კარგი ამბავი გავიგეთ და ტელემაყურებელსაც გაუზიარებთ ამ ამბავს, რომ ქართულმა კომპანიამ Milko Food-მა გადაწყვიტა ქართული მაწვნის იოდირება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ მაწონი, რომელშიც არის იმ იოდის დოზა, რომელიც ჩვენ ორგანიზმს ასე ძალიან სჭირდება. შეგვიძლია ვნახოთ ვიდეოში უფრო დეტალურად თუ როგორ ხორციელდება ეს პროცესი. ჩვენ გავაკეთეთ ახალი მაწონი, ეს არის იოდირებული მაწონი. ეს არ არის წამალი და სამკურნალო მიზნით არ გამოიყენება. ეს არის უბრალოდ საკვებით დანამატი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა მომხმარებელმა. ენდოკრინოლოგები და პედიატრები იოდირებულ მაწონს რეკომენდაციას უწევენ იმისთვის, რომ იოდის დეფიციტი არ ჰქონდეს ადამიანს. Milko Food-მა, რა თქმა უნდა, ქალბატონი თამრიკოსთვის საჩუქარი გამოგვიგზავნა. ურესი მადლობა ბატონო დავით, ქალბატონ თამარ მობრძანებისათვის, განსაკუთრებული მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ასეთი ისტორია ასე გულწრფელად გაგვიზიარეთ. ექიმები კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. ციფრული ჰეროინი. როგორ მოვაშოროთ ბავშვები ეკრანს? თუ არიცით როგორ მოაშოროთ თქვენი შვილები ეკრანებს, გვიყურეთ ბოლომდე. თამრიკო ჭოხონელიძის ამბავი ექიმებში. თვე ნახევარში მე მომიმატე 19 კილო. აი ეს იყო რაღაც კატასტროფა. რეკლამის შემდეგ ექიმებში. რა იწვევს ჭიყუს? თამრიკო ჭოხონელიძის ამბავი ექიმებში.